რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წარუდგენენ გამოძიება დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საქმე ეხება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ 9.365.000 ლარის თაღლითურად დაუფლებასა და 1.211.000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტს. ცნობილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა თან ჯამში 20 სხვადასხვა ობიექტზე. როგორც ირკვევა, ეს იმ საქმის გაგრძელებაა, რომელზეც ბრალდება მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს დავით ტაბიძეს წაუყენეს. აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულები არიან შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელები. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, კობა გაბუნიას და დაკავებას ასევე ირაკლი ქარსელაძის სახლში ჩხრეკას პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება თბილისში. 214 მიმდინარე პროექტიდან 161 რომ პრობლემურია და ამ პროექტების ჯამური ღირებულება რომ 1 მილიარდ ლარს აღემატება. ახლა ამას რომ მინისტრი თავად დაადასტურებს, მე მგონი აქ სხვა კითხვები უკვე აღარ ჩანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დაახლოებით 1 წლის წინ ამავე დარბაზში აი ეს 99 დეპუტატი ტაშს უკრავდა ირაკლი ქარსელაძეს. ტაშს უკრავდა, მიესალმებოდა, მხარს უჭერდა. რაც რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არათუ მინისტრის მოადგილეზე და მინისტრზე, რა თქმა უნდა ვრცელდება ქართულ ოცნებაზე. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს საპარლამენტო კონტროლის კრახს, საპარლამენტო კონტროლის და ზედამხედველობის ჩავარდნას. ის რაც შესაბამისი უწყებების მიერ არის ხოლმე გადმოცემული განცხადებების და ბრიფინგების სახით, რა თქმა უნდა ამას ისმენს საზოგადოება და ეს რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას აქვს ეს პოლიტიკა, რომ კორუფცია ყველა დონეზე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და შესაბამისად ეს იქნება ადრეული, თქვათ, ეპოქა თუ დღევანდელი და ასე შემდგომ, რა თქმა უნდა, ამას ერთადერთი მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს, რომ თქვათ, დღეს შეიძლება პრევენციული ხასიათის ზომები მიიღო. 2 წელი სრულდება, მას შემდეგ რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი შემოbrunდა პოლიტიკაში და მე ყველას ვთხოვ, რომ არქივიდან ამოიღონ და კარგად მოусმინონ. ძირითადი მესიჯი რა იყო ბიძინა ივანიშვილის რისთვისაც იგი პოლიტიკაში შემოbrunდა. იგი ხედავდა კორუფციის რისკებს და კორუფციის საფრთხეებს. მას შემდეგ მოხდა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. თქვენ ხედავთ, რომ მინისტრთა კაბინეტი ფაქტობრივად მთლიანად არის შეცვლილი და ისეთი მინისტრები არის დაკომპლექტებული, რომლებზეც ფიზიკურად ჭორიც არ არსებობს კორუფციასთან დაკავშირებით. ბატონი პრემიერის ამბიციური გეგმაა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ კორუფციის სიმცირით ტოპ 3 ქვეყანაში შევდიოდეთ და ეს აუცილებლად ასეც იქნება.